გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. რა ვქნა მეგობრებო, ნაცების გამოსვლებს სერიოზულად ვერ აღვიქვა. ძალიან მეცინება და ალბათ ეს არაა სწორი. სწორი იმიტომ არა, რომ მათთან მოდუნება არ შეიძლება. ისინი დანის ზურგში ჩამტყმელები არიან, რადგან უკვე ისეთ სასოწარკვეთაში იმყოფებიან, რომ უკან დასახევი გზა არ აქვთ. მე რომ მკითხო, უკან დასახევი გზა დიდი ხანია აღარ აქვთ, მაგრამ 2012 წლის შემოდგომაზე ასე მგონია მაინც ჰქონდათ რაღაც შანსი თავიანთი სისხლიანი საქმენი არასაგმირონი რომ ეღიარებინათ, მოენანიებიათ. საჯელიც მოეხადათ გასუფთავებული სინდისით სვაბოდაზე გამოსულიყვნენ და მერე ჩუმად გამქრალიყვნენ პოლიტიკური არეალიდან. გამქრალიყვნენ იმიტომ, რომ მათ მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებანი იმდენად საზიზღარი და არა ადამიანური იყო, რომ კი ვთქვათ, ვაპატიებდით და შეუნდობდით, მაგრამ ერთი პირობით, რომ მათი სული პოლიტიკაში აღარ იქნებოდა. აი როგორც ნაცისტური გერმანია გასამართლდა, ისე უნდა გასამართლებულიყო ჩვენი ნაცისტური რეჟიმიც და შეიძლება დღეს სულ სხვა ცხოვრება და სულ სხვა საფიქრალი გვექნებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა უნდა შეგახსენოთ, რომ ნაცისტურ გერმანიაში ბევრი გასამართლდა და დაისაჯა კიდეც, მაგრამ საშუალო რგონის ჩინოსნები ომის მერე განაგრძობდნენ სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობას. და ამას იმით ხსნიდნენ, რომ ბიუროკრატიული, საქმის მწარმოებლური, ჩინოვნიკური გამოცდილების გამო ახალმა არანაცისტურმა გერმანიამ ნაცისტების ის საშუალო რგოლი თავისთან დაასაქმა. დიახ, ისინი დაასაქმა, ვინც აშკარად დამნაშავე და სადისტი არ იყო. მოკლედ, საქმის მცოდნე ადამიანი ყველა წყობაშია საჭირო და ამას სამწუხაროდ ვერ გაექცევი და ეს არის რეალური პოლიტიკა. ну კარგი, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, მით უმეტეს რომ თემა საკმაოდ საინტერესო და საკამათოა. ახლა კი უბრუნდები ჩვენს ნაცებს. რატომ დავიწყე იმაზე ლაპარაკი, რომ ნაცები მახალისებენ მეთქი? იმიტომ რომ ამას წინა წავიკითხე ნაცი ანა წითლიძის განცხადება. თუ გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში შევლენ, თითოეულ მათგანს მე თვითონ ჩამოვაცვამ ნაგვის ურნას თავზე, სადაც არ უნდა ვნახო. ლელომაც უნდა თქვას, ეთანხმება თუ არა მის პარტნიორ პარტიას. წითლიძეს ეს რეაქცია მოყვა იმ განცხადებას, რომ გახარიანელების რაღაც ნაწილი მგონი უკვე დგას პარლამენტის კართან. სკმუტავენ და ცოტა დარჩა ის კარი, რომ გააღონ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და დაიკავონ ადგილები. როგორ მომინდა უცებ გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში მართლა რომ შევიდნენ? არა, იმიტომ კი არ მომინდა, რომ მათგან რაღაც კონსტრუქციულ მუშაობას ველოდები. არ ველოდები. უკვე არ ველოდები. თავის დროზე, როდესაც გახარია ოცნებიდან თავკუდ მოგლეჯილი გაიქცა და თავისი პარტია შექმნა, მეგონა რომ ნაცებისგან განსხვავებით ის ცოტა უფრო აზრიან მიმართულებას აირჩევდა და ალბათ მას მართლა ჰქონდა ასეთი შანსი. დიახ, მაშინ მეგონა რომ ჰქონდა, მაგრამ ის ლენინივით სხვა გზით წავიდა. ანუ სხვა გზა ეს ნაცების გზა იყო. და იმას მოგახსენებთ, მინდა მეთქე რომ შევიდნენ პარლამენტში და მერე ანა წითლიძის შემდგომ ქმედებებს დავაკვირდებოდი. წარმოვიდგინე, ღამეა ბნელი, გახარიას პარტიის წევრი სამსახურიდან შინისკენ მიიჩქარის, საიდანღაც ისმის მგლის ყმუილი და აფთრის ხარხარი და მთვარეც ყვითლად ბჟუტავს. გახარიანელი ფეხს აუჩქარებს და ამ დროს ბნელი მოსახვევიდან ბეტმენის ფორმაში გამოწყობილი ანა წითლიძე გადმოუხვდება და ასე შეაშინებს. გახარიანელი აიფარებს პირზე ხელებს და ამ დროს წითლიძე მას ნაგვის ურნას ჩამოაცვამს თავზე. გახარიანელს ციბრუტივი დაატრიალებს და მუჯლუგუნსაც უთავაზებს. მერე ტელეფონზე სოцქსელისთვის ფოტოს გადაუღებს წარწერით. მორიგი გამყიდველი დაურნავდა და მერე გაქრება როგორც საღამოს სიო. და ამის შემდეგ გახარიანელი მთელი ცხოვრება ივლის შერცხვენილი და ყველა, ვინც მას დაინახავს, წარმოიდგინეს, რომ მას თავზე ნაცების ნაგვის ურნა ახურავს. ფანტაზიებს რა უყო, რაზე ვცდები მეგობრებო, წითლძეებსა და კუპრაძეებზე.
მე ვწდები და თქვენც გაცდენთ, მაგრამ რა ვქნათ, როდესაც ქვეყანაში გამოილია აზრიანი, სერიოზული და პატივსაცემი მოწინააღმდეგე. არა, მოწინააღმდეგე, ცუდი სიტყვა, დისპუტანტი. დიახ, ისეთი ოპოზიცია, რომელსაც შეიძლება ყური დაუგდო, რამეში დაეთანხმო, რამეში არა და ამ დროს გარწმუნებთ, არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც აზრიანი, განსხვავებული აზრი აქვთ, მაგრამ ნაცების ღრიალში მათი ხმა არ ისმის სამწუხაროდ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.